პერიოდი, როცა კათოლიკური ეკლესიის ცენტრი რომიდან საფრანგეთში გადავიდა. გამარჯობა, მე მენაბდა მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩემი არხი. მოგცემ 5 მინიშნებას და შენ უნდა დამიწერო კომენტარებში, რომელ ისტორიულ მოვლენაზე ვსაუბრობ ვიდეოში. მოდი დავიწყოთ. პირველი. ეს მოვლენა ფილიპე მეოთხე ლამაზის გამარჯვების და პაპობის დამარცხების შედეგი იყო. მეორე. დაახლოებით მოვლენა 70 წელი გაგრძელდა 1309-დან 1377 წლამდე. ამ დროს რომის პაპების რეზიდენცია არა რომში, არამედ სამხრეთ საფრანგეთში ქალაქ ავინიონში მდებარეობდა. მესამე. ამ პერიოდში ყველა პაპი ეროვნებით ფრანგი იყო და საფრანგეთის მეფის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მეოთხე. ისტორიკოსებმა ამ მოვლენას ბიბლიური ანალოგიით ბაბილონის ტყვეობა უწოდეს. და მეხუთე. მოვლენა დასრულდა პაპ გრიგოლ მე-11-ის დროს, რომელმაც ტახტი კვლავ რომში დააბრუნა. დამიწერე კომენტარებში, რაზე ვსაუბრობდი ვიდეოში, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამოიწერე მენაბდე მასწავლებლის არხი.